ეს რომ კარგი იყოს, უპასუხო არ იქნებოდა. მოდი ეს განვუმარტოთ. ეს დაით უპასუხო რას ნიშნავს? გავიღებთ საბჭოთა კავშირიდან სისტემა ჯანდაცვის რა იყო, ეს იყო ორიენტირებული, რაც შეიძლება მეტი ჰოსპიტალი ქონდა, შეიძლება ამბულატორი ქონდა, რატომ? ჩვენ რო დაგვიხარჯა 10 მილიონი პრევენციაში, 500 ჰოსპიტალი დაგჭირდებოდა და 800 მილიონი დაგიხარჯა. ალკოჰოლის ნუღუნის სამშობლო, ეს არის ძალიან დიდი შემოსავალი. ესათვის ქვეყანაზე საუბარი და შეუძლებელი. ამას ჩართულები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობდნენ ინფორმირებულობაზე, რომ ადამიანებს გააზრებული გადაწყვეტილებები მიეღოთ და დღეს ეს სექტორი ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენ წავალ დეკრიმინალიზაციის და ლეგალიზაციის ეს უკვე მსჯელობის საგანია. როდესაც გამოჩნდა ეს პროექტი დაავადება ეს ბევრი ხალხი რომელსაც ყოველსაც არჩეოდა გამაშინდა. ვიდოდა თქოს აი ეს ჩვენი შეშინება და დახეთულმა დაავადება ექსი პოლიებში და ყავებში იყო აღმოჩენილი. დადე. ჩვენ არ ვართ დაცული, არ მოხდეს ამ ვირუსის ისეთი მუტაცია, რომ მოხდეს ადამიანის ორგანიზმიდან ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა. საბჭოთა კავშირი დაინგრა, პირველი რაც გავაკეთეთ თქო, კოკაკოლა ვიყიდე. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ჯანსაღი დიალოგის მორიგ ეპიზოდს, რომელიც გახლავთ საქართველოს გაეროს ასოციაციის პროექტი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებზე, იმ ინტერვენციებზე, რომელიც არსებობს. მიმოვიხილავთ აი ამ პროექტებს და გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი. მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა უთხრა იმის ბატონ ზაზა წერეთელს, რომელიც გახლავთ ევროკავშირის პირველად ჯანდაცვის ფორუმის მრჩეველთა საბჭოს წევრი და შიცის მომსახურების ორგანიზაციების საერთაშორისო საბჭოს დირექტორთა საბჭოს წევრი და თავმჯდომარის მოადგილე. ანუ ეს არის ის პოზიციები, რომელთა მეშვეობითაც მას ფართო ჩართულობა აქვს როგორც საქართველოში, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მიმდინარე რეფორმებში და შევეცდებით დღეს რომ გავაანალიზოთ აი ეს რეფორმები, ის გამოწვევები, რომელიც გვაქვს ამ მიმართულებით, რასაკვირველია საქართველოს პრიზმაში. მოგესალმებით ბატონ ზაზა, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. პირველი შეკითხვა მექნება ესეთი: თქვენ აქტიურად იყავით ჩართული და ხართ ჩართული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რეფორმებში, როგორც ევროპის ქვეყნებში, ისე საქართველოში და რა არის აი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც საზოგადოებრივ ჯანმრთელობის სისტემებს დღეს უდგას ევროპის ქვეყნებშიც და განსაკუთრებით ალბათ უფრო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის, რომ სანამ დავიწყებთ იმას, გიპასუხებთ, ალბათ კარგი იქნება თქვა, ზოგადად საზოგადოებრივი ჯანდაცვა რა არის, იმიტომ რომ ესეც ერთ-ერთი საკითხი ხო, რომელიც განასხვავებდა, როგორც თქვენ თქვით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ევროპული ქვეყნებისაგან, იმიტომ რომ ცოტა გაგება იყო სხვანაირი რა არის საზოგადოებრივი ჯანდაცვა და თვითონ საზოგადოებრივი ჯანდაცვა თვითონ სიტყვა გვიჩვენებს რა არის, ეს არის ზრუნვა საზოგადოების ჯანმრთელობაზე და არა მარტო ერთი ინდივიდის ჯანმრთელობაზე. ეს არის ზრუნვა დაავადებათა პრევენციაზე, ეს არის ზრუნვა სიცოცხლის გახანგრძლივებაზე და ეს არის ჯანმრთელ ცხოვრებაზე ზრუნვა საზოგადოების მასშტაბით. ამიტომ აქედან გამომდინარე, სწორედ ეს არის, თქვათ, განსხვავება პოსტსაბჭოთა და ევროპულ ქვეყნებს შორის და ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არის, რომ აი ეს გაგება, რომ ეს არ არის მარტო ერთი ინდივიდის ჯანმრთელობაზე საუბარი. ჩვენ აქ საუბრობთ, ჩვენი ინტერესი არის მთელი საზოგადოების ჯანმრთელობის. საქმე იმაშია, რომ თუ გავიღებთ საბჭოთა კავშირიდან, რომ სისტემა ჯანდაცვის რა იყო, ეს იყო ორიენტირებული, რომ რაც შეიძლება მეტი ჰოსპიტალი ქონდა, რაც შეიძლება მეტი ამბულატორი ქონდა. რატო? იმიტომ რომ ჰოსპიტალში ადამიანებს კურნალობენ და ჩვენ დაავადებას. და უფრო ნაკლები ყურადღება ეცეოდა იმას, რომ როგორ უკურნალოთ, არამედ პრევენცია გავაკეთოთ და არ მოხდეს ეს ხალხი დაავადებული ჩვენს ჰოსპიტალებში. სამწუხაროდ აი ეს ტენდენცია რაღაცნაირად გაგრძელდა რაღაც პერიოდის განმავლობაში და შემდეგ მოხდა კიდევ ერთი ჩემთვის პრობლემური მომენტი იყო, რომ ჩვენ რატომღაც გადავწყვიტეთ ავტომატურად გადმოგვიღო ეს სიტყვა საზოგადოებრივი ჯანდაცვა. და მოხდა ის, რომ საბჭოთა კავშირში ძალიან ცნობილი სანიტარული ჰიგიენა და სანიტარული ეპიდემიოლოგიური სამსახურები ერთ დღესაც გათენდა და თქვეს, რომ ეს უკვე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებია. ისე რომ არავინ ვინც მუშაობდა არ იყო ინფორმირებული, რას ნიშნავს ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვა და რაღაცა პერიოდის განმავლობაში ეს ტენდენცია გაგრძელდა.
და ძალიან ბევრი ინერციით, რასაც საკეთებდნენ, იყო სანიტარული სამსახური, იყო ეპიდემიოლოგიური სამსახური, მაგრამ ეხლა ერქვა საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ესე გაგზავნა. ამიტომ შესაბამისად, აი ამან შექმნა ის რაღაცა პრობლემები, რომელიც მე ჩემის აზრით დღესაც მიმდინარეობს საქართველოში, ჩემი გულისწყრით საქართველოს ის რომ ჩვენთან ჯერჯერობით ჯერ კიდევ არ არის განვითარებული ისეთი საზოგადოებრივი ჯანდაცვა, როგორც უნდა იყოს. ეს კი არის კიდევ ერთხელ გამეორებ საზოგადოების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. რაც შეეხება ამას შემდეგ გავავრცელებთ ალბათ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებ სხვა დაავადებებზე და როგორ შეიძლება საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით მივხვდეთ და აუ აქვე ჩაგეკითხებით ბატონზე ზაერს ანუ ჩვენ ხშირად მოგეხსენებათ რაღაცა ანუ ეს დეზინფორმაციის კამპანიები საკმაოდ ძლიერი არის ჩვენ ქვეყანაში და მათ შორის ჩვენ როცა ჩვენს სოციალური მედიის გვერდებზე მაგალითად ჩვენ გვაქვს ესეთი აქტიური Facebook-ის და Instagram-ის გვერდები ჯანმრთელობის დღიურები ქვია მიგმართავთ სვენელებს შეგიძლიათ რომ გამოიწეროთ ბევრ საინტერესო ინფორმაციას ნახავთ იქ როცა ჩვენ რაღაც ინფორმაციებს ვათავსებთ რასაკვირველია აი ეს რაზმები რომელიც მომზადებული ყავს ვიღაცა მტერს რო შემოგვესევიან ხოლმე მათი ნარატივი ამ ბოლო დროს არის ხოლმე შემდეგი რომ აი ეს რომ კარგი იყოს უფასო ხო არ იქნებოდა მოდი ეს განვუმარტოთ რომ რატო არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისები უფასო და ხო რატო არ შეიძლება რომ სხვანაირად იყოს ეს ამბავი ხო ნუ აქ ეს უფასო რას ნიშნავს ხო აქეთ რამ საინტერესოა სხვათა შორის როდესაც კოვიდის პანდემია იყო ხო ძალიან ბევრი მეცნიერი აღნიშნავდა რომ კოვიდის პანდემიის დროს განსაკუთრებით ნუ მეორე ნახევარში ჩვენი დიდი პრობლემა იყო არა თვითონ ვირუსი არამედ ეს დეზინფორმაციის პანდემია, რომელიც თავს დაესხა მოსახლეობას იმ დეზინფორმაციით, რასაც თქვენ გულისხმობთ, რომელსაც მიეწოდებოდა სრულიად, ყველაფერ აზრს მოკლებული და ყოველგვარ მეცნიერულ დასკვნებზე, არადასკვნებზე დაფუძნებული რაღაც ინფორმაცია, რომელიც ეძლეოდა ხალხს და სამწუხაროდ იმის გამო, რომ სოციალური მედია ძალიან გავრცელებულია და ეს ინფორმაცია წამში ვრცელდება, ეს მიყავდა იქამდე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არც კი ცდილობდა შეემოწმებია საერთოდ რა იყო წყარა ინფორმაციისა მიყვანა ძალიან ძიმე მდგომარეობამდე, რომელიც სამწუხაროდ ეხლაც ვრცელდება. ეხლა რაც შეეხება იმას საზოგადოებრივი ჯანდაცვა, რატომ შეიძლება იყოს უფასო. ხო, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ გვაქვს საუბარი საზოგადოების ჯანმრთელობაზე. ნებისმიერი რამ რაც ხდება, ხო, ადამიანის ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას. კლიმატი, ის თუ როგორ შენდება თბილისში მაგათაც სახლები, რომელსაც იმდენი სახლია შენდა, რომ სუფთაჰაერი აღარ დასჭა. შესაბამისად ეს სუფთაჰაერი და რეკრეაციული ზონები არ არის. შესაბამისად ეს არის ძალიან ძიმე და ეს არის ჩვენი ჯანმრთელი ცხოვრების წესზე, ჩვენი მომავალისა, ჩვენი ბავშვების ჯანმრთელი ცხოვრების წესზე გავლენას ახდენს. შესაბამისად ეს გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე და ის შეიძლება ეხლა დღეს და არ გამოჩნდეს ეს პრობლემა, მაგრამ წლების განმავლობაში, როდესაც ეს ჩვენი ბავშვები გაიზრდებიან, ჩვენ მივიღებთ იმ პრობლემებს, რომელიც დაკავშირებული იყო იმასთან, რომ მათ თქვათ სათამაშო ადგილი არ ქონდათ და მათ არ ქონდათ სუფთაჰაერი, რომ ესუნთქათ მათი ბავშვების განმავლობაში. ამიტომაც გვიდა ჩვენ ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვა, რომ განვახორციელოთ ის ღონისძიებები, რომ ჩვენმა მოსახლეობამ, ჩვენმა ბავშვებმა იცხოვრონ ჯანმრთელ გარემოში და რომ ჩვენი საზოგადოება იყოს ჯანმრთელი. ამაზე არის ლაპარაკი. აქ არ არის ლაპარაკი ეს ერთი და მეორე იმ ხალხს, ვინც ლაპარაკობს ხოლმე ამაზე, რომ რატო აკეთებთ საზოგადოებრივ ჯანდაცვას რა შეჭირდება, ერთი რამ უნდა შევახსენოთ. საქმე იმაშია, რომ სამწუხაროდ საქართველოში არ კეთდება, ჯერეთი კვლევებით ძალიან მცირე რაოდენობით კეთდება და მით უმეტეს ეკონომიური კვლევებით ძალიან მცირე რაოდენობით კეთდება. არადა არის უამრავი კვლევა მსოფლიოში და ამიტომაც არის ძალიან ბევრი ქვეყნები, განსაკუთრებით სოციალურად ორიენტირებული ქვეყნები, რომელთა ამოცანაც არის ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესება და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ამ კვლევებს ატარებენ, რომელიც აჩვენებს, რომ თითოეულ $1-ზე, რომელიც შეგვიძლია ჩადებული გაქვს ამ პრევენციაში, 10, 15 და 20 დოლარის მოგებას გულისხმობს. აი, ამაზე არის ლაპარაკი. ეხლა იმას მაგალითად მარილის შემცირება პირდაპირ $1-20 უდრის, ხო? კი, კი, უამრავ, ანუ პირიქით ეს უფასო კი არა, ეს პირიქით ამ ქვეყნის ეკონომიკისათვის არის შემოსავალი ეკონომიკისათვის. ამაზე უნდა ვისაუბროთ, ეს უნდა აუხსნათ ამ ხალხმა, ეს უნდა გაიგოს, რომ კი მათ შეიძლება გონიათ, რომ ძალიან კარგია, რომ 500 ჰოსპიტალია საქართველოში და 800 მილიონი იხარჯება, მაგრამ ძალიან დიდი ბოდიში ჩვენ რო დაგვიხარჯა 10 მილიონი პრევენციაში, არც 500 ჰოსპიტალი დაგჭირდებოდა და არც 800 მილიონი დაგეხარჯებოდა. და პირიქით ის ხალხი, რომელიც ახლა შენ ჰოსპიტალში გიწევს, პროდუქციას შექმნიდა, ეს პროდუქცია ასევე შემოვიტანდა შემოსავალს საქართველოს ბიუჯეტში.
აი ამ კუთხით რო აუხსნათ მათ, შეიძლება მე მივხვდე რომ აქ უფაზოზე კი არის ლაპარაკი, აქ არის ლაპარაკი შენი ჯანმრთელობა და ბ შენი ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერესი. კი ბატონო. და ალბათ ისიც რომ თუ კი რაღაც ბარიერები არსებობს ამ სერვისების მისაღებად, ის უკვე საზოგადოებრივი აღარ არის, ხო? და შესაბამისად თითოეული ქვეყნებს იმიტომ ვაშენებთ, ინსტიტუციებს იმიტომ ვაშენებთ, რომ ასეთი სერვისები ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს. ეს ხო, ჩვენ რა გვინდა? ნახეთ პრობლემა რაშია, როდესაც ეს ხალხი ლაპარაკობს. ამიტომაც ვიძახი, ამას ქვია საზოგადოებრივი. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, ჩვენთან უნდა იყოს განათლების და აზროვნების ის დონე, რომ ჩვენ საზოგადოებას ვლაპარაკობთ. სამწუხაროდ ჩვენ ყველანი ძალიან ხშირად გამოდივართ ინდივიდუალური, აი მე. ხო, აი მე თუ არა, მაშინ სხვა, მაშინ არ მაინტერესებს ეს საკითხი და თუ ეს მე არ მეხება, მაშინ რა თუ გვიდა ახლა მე დაავადებაზე ვისაუბრო, მაგალითად ხო, მე არ ვეწევი და რაში მაინტერესებს ახლა სხვა ეწევა თუ ასე შემდეგ. არა. ჩვენ ვართ საზოგადოების ნაწილი. ამიტომ სანამ ჩვენ არ ამას გავესიგრძივგანებ და არ ვიტყვით რომ არა, ჩვენ საზოგადოება ვართ, ერთი საზოგადოება და ამ საზოგადოების უნდა ვიცხოვროთ. იმიტომ რომ ის საზოგადოებას თუ არ იქნება ჯანმრთელი, ვერ შენ იქნები კარგად, იმიტომ რომ ერთმანეთზია მე ყველაფერი აწყობთ. კი ბატონო, აი ყველაზე დიდი გამოწვევები დღეს აი ისევ რომ დაუბრუნდეთ ამ კითხვის დასაწყის, რომელი მიმართულებებით გვაქვს ყველაზე დიდი გამოწვევები ამ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. ნუ გამოწვევები ისე ორი არის. ეს არის ინფექციური დაავადებები, ეს არის არაინფექციური დაავადებები. საქმე იმაშია, რომ ახლა ამ ბოლო დროს არაინფექციური დაავადებები, რომლებიც სწორედ რო ცხოვრების წესთან არის დაკავშირებული, ძალიან მოიმატა. იმის გამო, რომ ჩვენი ცხოვრების წესი არა მარტო საქართველოში, მთელ სოფლიოში შეიცვალა და ეს წამოვიდა უფრო წინა პლანზეც კი, ვიდრე ინფექციური დაავადებები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მქონდა კოვიდის ინფექცია, კოვიდის პანდემია, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ვირუსებია, მაგრამ გარდა ამისა, აი ეს არაგადამდები ინფექციური დაავადებები, ეგრეთ წოდებული NCD არის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი კრიტიკული და მნიშვნელოვანი რამ, რასაც ახლა გვაქვს შეხება, იმიტომ რომ ეს სწორედ ჩვენი ცხოვრების წესთან არის დაკავშირებული. ესე იგი ეს არის არაინფექციური, ეს არის ინფექციური და მესამე, რასაც ჩვენ შევეხეთ, ეს არის სწორედ ის განვითარება, ის როგორ გითხრათ, ის დიგიტალური განვითარება, რამაც გამოიწვია უდიდესი სოციალური მედია, გამოიწვია ინფორმაციის წყაროების დიდი რაოდენობა, სადაც სამწუხაროდ დაიკარგა რეალურსა და არარეალურს შორის საზღვარი და შესაბამისად გვიჭერს უკვე უფრო მეტი მუშაობა საჭირო მოსახლეობასთან იმისათვის, რომ მიიტანოს ზუსტი ინფორმაცია და უმტკიცო იმის შესახებ, რა არის კარგი, რა არის ცუდი და ხო, მე მგონი რაღაცა ეს ხიდი დავკარგეთ. ჩვენ და ეს კარგად გამოჩნდა COVID-19-ის დროს, როცა მეცნიერებმა რაფი პროგრესი გვიჩვენა, უცებ შეიქმნა ვაქცინები, ასე შემდეგ, მაგრამ ხალხმა ეს არ გაიკეთა. ხო, ნუ კი, ძალიან დიდი პრობლემა არის, მართლაც იმიტომ რომ თქო უამრავი ინფორმაციის წყაროა. მოსახლეობა რადგან შეეჩვერო და თან რაშია საქმე, ხო, ჩვენ ახლა ცხოვრება სწრაფია. ყველას უნდა ძალიან სწრაფად მიიღოს ინფორმაცია, ხო? რატო შემოვიდა ეს გაჯეტები და დიგიტალური ის. მაგალითად ახლა სკანდინავიის ქვეყნებში ასეთი ტენდენცია არის, რომ ყველგან ამ ქვეყნებში პირველადი ჯანდაცვა, ხო, ნუ ესეთი პრობლემური რა არის ისეთ რა, რომ შეიძლება ექიმთან ჩაწერას ერთი თვის შემდეგ მოგიწვევს და შემდეგ. ამიტომ სპეციალური დიგიტალური პროგრამები შეიქმნა, სადაც ახალგაზრდები პირდაპირ იმის გამო, რომ მათ არ უნდათ ერთი თვე ელოდონ და დრო ფულია თუ რაღაცა, შედიან და ამ გაჯეტით და მობილურით შენ თავს თვითონ უსვო დიაგნოზი, იქ რასაც ეკითხები ეს და ის გეუბნება ეს არის შენი დიაგნოზი და გავხდებით, აი ესეთი რევოლუციური ცვლილებები მოხდა. ამიტომ ასეთი სწრაფი განვითარებას, ხო, სამწუხაროდ ჩვენ ისე სწრაფად ვერ ავუწყვეთ ფეხი. როგორც ეს საქართველო, ხო, ჩვენ ისტორიებს ისე ფურცელზე ავწევთ. და ვერ ავუწყვეთ ფეხი და აი ეს არის ის პრობლემა, რომ ვერ ვეწევით. რაღაცა მიდის ძალიან წინ და ჩვენ ძალიან გვიან ვიწყებთ რეაქციას ამას. კი ბატონო, თუმცა რაღაცა რა მნიშვნელოვანი წარმატებები გვაქვს რამდენიმე მიმართულებით საქართველოში, ხო? საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერვენციებს გულისხმობ მაგალითად, თამბაქოს კონტროლის თვალსაზრისით შიცის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს ქვეყანაში, ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა გვაქვს და ასე შემდეგ. ამ პროგრამების მიღმა რომელია ის სერვისები, რომელიც დღეს საქართველოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის დაფარვის მიღმა არის და სადაც ალბათ მომავალში უნდა იყოს რაღაც ინვესტიცია. ნუ ახლა
მე ძალიან კრიტიკული ვარ საქართველოს მიმართ, იმიტომ რომ მიყვარს ჩემი ქვეყანა და მინდა რომ ჩემი ქვეყანაში იყოს უკეთესად, კიდევ უფრო უკეთესად, ვიდრე ეს ხო, არის. რასაკვირველად, მოდი შევახსენოთ ახლა მაყურებელსაც, რომ კრიტიკა არ ნიშნავს მტრობას, არა, ხო? პირიქით, ეს რო არის გვიყვარს, იმიტომ გვაღელვებს და მაგითო საუბრობ. კი, ჩვენ გვინდა რომ იყოს კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე ეს არის. და თუ ავიღებთ, რასაც თქვენ ეძახით, იცით რა, თუ დავიწყოთ იგივე თამბაქოს კონტროლი, რომელიც თქვენ ახსენეთ, ხო? აქ ერთი ის არის, რომ თამბაქოს კონტროლი იმის გამო რომ არსებობს კონვენცია, თამბაქოს კონვენცია, მსოფლიო კონვენცია, რომელსაც საქართველოს შეერთებულია, კი, ამის გამო შეიძლება ჩაითვალოს მეტნაკლებად არის რაღაცა წარმატებები, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა გამოჩნდა პრობლემები, რომელიც ახალ თამბაქოს პროდუქტებთან არის დაკავშირებული და მათ არასწორ ლობირებასთან, რასაც გვახსენებთ. მაგრამ გარდა ამისა, ყველა სხვა დანარჩენი მიმართულებით, ეს იქნება ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეს იქნება ალკოჰოლი, ეს იქნება მარილი, ეს იქნება უშაქრიანი პროდუქტები, ჩვენ ყველგან გვაქვს სამწუხაროდ ძალიან დიდი ჩავარდნები და შეიძლება ითქვას, რომ რეალურად ალბათ ისეთი რაღაცა, მე არ გამიგია რა იმ ასეთი ხელმოსაკიდი, რომელიც თუნდაც ერთი ამ მიმართულებით, რისკ ფაქტორების მიმართულებით იყოს საქართველოში სამწუხაროდ. ხო, თან ძალიან დაბალი ინფორმირებულობა ამ საკითხებზე. და ნუ კიდე სხვა ჩვენი რაღაც ჩვენს ურბანული დამოკიდებულებები, რომელიც გვაქვს ქვეყანაში, ასევე ძალიან ხელს უშლის, ხო, მაგალითად საკვები რაღაც, ამაზე კიდე ვისაუბრებთ ალკოჰოლთან კონტექსტში. კი ბატონო, ხო, ამას მეც გეთანხმებით, რომ მით უფრო იმ ფონზე, რომელიც ახლა თქვენ ახსენეთ, წეგან რომ არა გადამდები დაავადებები დღეს წარმოადგენს მთავარ გამოწვევას სისტემის. მაშინ როცა გულსავთა სისტემის დაავადებები, ინსულტი, ასე შემდეგ, ესენი არის სიკვდილობის წამყვანი მიზეზი და ეს დაავადებები შეჭიდულია ცხოვრების წესთან და აი ამ ცხოვრების გაჯანსაღებული წესის შესახებ ინფორმირებულობა ჩვენთან ძალიან დაბალია, ბევრი არასწორი წარმოდგენა გვაქვს და ყოველდღიურ ჩვენს ყოფა ცხოვრებაში უამრავ დამაზიანებელ რაღაცას ვაკეთებთ ისე რომ არც ვიცით. ალბათ ეს არის ხა ის თემა, რომელზეც ძალიან ბევრს უნდა მუშაობდეთ და აი ესეთ რას დავამატებ კიდე ეს რომ იცით, იმიტომ რომ ბოლო ახლა ვაკვირდები მესო, ბოლო წლებია ძალიან აქტიურად მიმდინარეობს საქართველოში ამ ჯილობამ სიმსივნეებზე და სიმსივნეების რაოდენობა მოიმატა და ყველა და არის და ორგანიზაციები და იქ მედიკამენტები არ ყოფნის და იქ კურნალობა და ის, მაგრამ არავინ არ დაფასაუბრობს თუ რისკ ფაქტორებზე, რომლებიცთანაც ეს დაკავშირებულია. ეს ასევე არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნაწილი და ეს არის სწორედ ის რისკ ფაქტორი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, მაგრამ ამაზეც არავინ არ საუბრობს. ხო ხვდებით და აი ეს არის ჩვენთვის პრობლემა, რომ ამ არაინფექციურ დაავადებებს შორის, მათ შორის სიმსივნეებსა თუ კარდიოვასკულარ, როგორც თქვენ თქვით, ჩვენ არ ვსაუბრობთ რისკ ფაქტორებზე და შეუძლებელია შენ თუ არ აღმოხორი ფაქტორი, როგორ გინდა ებრძოლა ამ დაავადებებს, ცოტა ძნელი წამოსა. ხო, და ეს რა ქვია, მაგ მიმართულებით მით უმეტეს მეც მიმაჩნია რომ ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს ზოგადად, იმიტომ რომ და პერსპექტივაც კარგი არ ჩანს, იმიტომ ის ორგანიზაციები რომლებიც მუშაობდნენ ინფორმირებულობის გაზრდაზე და ნუ ძირითადად ახლა ინფორმირებულობის გაზრდა ასეთი საკითხების მიმართ არასამთავრობო სექტორზეა ჩვენ ქვეყანაში, ხო, გადაბარებული მაგალითად, იგივე აი ინფექციის შიცი რო ავიღოთ, მას თუ შევაფასებთ, ხო, როგორ გლობალურ კონტექსტში, რომ 80-იანი წლებიდან დაწყებული ის კრიზისი, რომელიც აი ინფექციის შიცმა გამოიწვია, საქართველოს შედარებით მსუბუქად გადავიარეთ და ამაში ჩართულები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობდნენ ინფორმირებულობაზე, რომ ადამიანებს გააზრებული გადაწყვეტილებები მიეღოთ და დღეს ეს სექტორი ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგას, იმიტომ რომ რაღაცა ჩვენ ისეთი კანონები მივიღეთ, რომლითაც მე მგონი აღარ იარსებებენ ეს ორგანიზაციები. ასე რომ პერსპექტივა ცოტა ბუნდოვანია ამ მიმართულებით. აი, მაგათაც ჩვენ ვახსენეთ ეს თამბაქოს კონვენცია, ხო? თამბაქოს კონვენციის შესახებ საუბარი სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან წამოვიდა. არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც სიმსივნეებზე მუშაობდნენ. მათ წამოიყვანეს ეს და მათ თქვეს რომ იცით რა არის, ჩვენთან დიდი პრობლემაა, გვაქვს ფიტვის კიბოს ძალიან დიდი რაოდენობა და ეს თამბაქოსთან არის დაკავშირებული. მათი ინიციატივით წამოვიდა და ეხლაც ყველა მაღალ განათლებულ ევროპულ ქვეყანაში, სადაც ჩვენ საუბრობთ ალკოჰოლზე, კვებაზე, თქვათ მარილზე, ან შაქრიან სურსათზე და შემდეგ, სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები არის ის მთავარი ძალა, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს. კი, ცხადია, მე ჩართული არიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტები თუ სახელმწიფო სტრუქტურები, მაგრამ
ხო, ცხადია, ისინი არიან, ისინი რა ქვია, ხო, მიმწოდებლების სერვისის, ხო? ანუ აქ მაინც ჩვენი მაყურებელსაც განმარტოთ, ანუ ეს როგორ ხდება ეს ამბავი, თითოეულ ადამიანს ამ ქვეყნის მოქალაქეს და არა მხოლოდ მოქალაქეს აქვს თავისი უფლება, ხო, რომ იყოს ჯანმრთელი. და ამ უფლებების განხორციელებაზე, რეალიზებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, რომელიც ამ სერვისების შეთავაზებით უზრუნველყოფს ამას, მაგრამ აქ გვაქვს პრობლემა, რომ იგივე რაზეც თქვენ საუბრობდით, რომ კიბორო დღეს ასეთი სერიოზული პრობლემაა მისი მკურნალობა, რომელიც სახელმწიფოსაც ძალიან ძვირი უჯდება და ასევე ბევრი გამოწვევა მაგ მიმართულებით, ხო? შეიძლება რომ ამის რაღაცა პრევენცია მოხდეს, მაგრამ მაგალითად კიბო სკრინინგის სახელმწიფო პროგრამებზე, რომელიც უფასო არის ჩვენს ქვეყანაში, ეს შეიძლება კოლორექტულ კიბოზე, ძუძუს კიბო, საშვილოსნოს ყელის კიბო, აი აქ გვაქვს ძალიან დაბალი მოცვა. და ამ რგოლში უკვე უნდა იყვნენ ჩართულები ის ორგანიზაციები, რომლებიც ამაში დაგვეხმარებიან, რომლებიც თემებში მუშაობენ, საზოგადოებებთან მუშაობენ, კონტაქტები აქვთ, შეუძლიათ ლაპარაკი ადამიანებთან და მათ აქვთ დღეს ეს პრობლემა, რომ ვეღარ ლაპარაკობენ. აქ ჩვენ ერთად მნიშვნელოვან საკითხს ვეხებით, რომელიც საზოგადოებრივ ჯანდაცვასაც ეხება, მაგრამ ცოტა ფარგლის ფარგლებს გადათაც გადეს, მაგრამ მინდა რომ ამაზე ყურადღება გავუმოკლოთ, რატომ? აი ჩვენ შევახეთ ეს არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამთავრობო ორგანიზაციებს, სახელმწიფო სტრუქტურებს. საქმე იმაშია, რომ აი ამ წამყვან ევროპულ ქვეყნებში და მე მოვიყვან სკანდინავიის მაგალითად, იმიტომ რომ 15 წლის განმავლობაში სკანდინავიაში, ნორვეგიაში მუშაობდი და მქონდა ძალიან მჭიდრო შეხება ამ არასამთავრობო ძლიერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ისეთ რა შეასაქმე? საქმე იმაშია, რომ სამთავრობო ორგანიზაციები და სახელმწიფო ერთად მუშაობენ მათი მოსახლეობის კეთილდღეობისათვის. და თუ არის რაღაცაები, რასაც სახელმწიფოს რის გაკეთებას სახელმწიფოს არ შეუძლია, ამას აკეთებს არასამთავრობო ორგანიზაციები, ხოლო არის თქვა პოლიტიკა, რომლის მიღებაც არის სახელმწიფოს ვალდებულება და ამას აკეთებს სახელმწიფო. თუ ამ პოლიტიკას თქვა არ გებულოს, მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციების როლია, რომ მიუთითოს სახელმწიფოს რომ ეს გააკეთოს, მაგრამ თავარი რაშია, როგორც კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, ეს ორი სტრუქტურა ერთად მუშაობს მისი მაცხოვრებლების, მისი მსხვილების კეთილდღეობის გაუმჯობესებისათვის. რაც სამწუხაროდ ჩვენთან არ ხდება. ჩვენთან რატომღაც ითვლება, რომ ეს ორი რამ სახელმწიფო სტრუქტურა და არასამთავრობო ორგანიზაცია ერთმანეთის მეტოქეებია და მტერია და შესაბამისად აქ მიდის არა ის, რომ ჩვენ ერთად ვიმუშაოთ, არა. და კრიტიკას როგორც თქვენ სწორად აღნიშნეთ, აღიქმება როგორც ცუდი. და არა და პირიქით ეს კრიტიკა რა ეს არის, რომ გავაკეთოთ უკეთესად, რომ ჩვენი მოსახლეობა, კეთილდღეობა იყოს უკეთესი. აი ეს არის განსხვავება და იქ აი ნორვეგიაში ხონგონებით ყველაზე ძლიერი ეს იქნება ალკოჰოლი, ეს იქნება თამბაქო, ეს იქნება სიმსივნეები, ეს იქნება არაჯანსაღი ცხოვრების. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებთაც ზოგჯერ სახელმწიფოს ეშინია კიდეც იმდენად ძლიერები არიან და ეს არის საზოგადოების ხმა. კი ბატონო. და ეს არის საზოგადოების ხმა მიდის სახელმწიფომდე. რომელიც ავითარებს სისტემას შემდგომში. სახელმწიფო იცის, რომ საზოგადოებას უნდა მოусმინოს. აი ძალიან საინტერესო საკითხი, წამოჭერით და მოდით ბარემეს ეს თემა გავიაროთ, რომელიც ეხება ალკოჰოლს. ხო, აი ამ მიმართულებითაც ცოტა ინფორმაციული დეფიციტი გვაქვს ჩვენ. თქვენ გქონდათ ესეთი ერთ-ერთი ძალიან კრიტიკული, ძალიან არა ესეთი ზომიერად კრიტიკული პოსტი Facebook-ზე, რომელიც ეძღვნებოდა კრიტიკას ამ სისტემის ალკოჰოლის გაშუქებასთან დაკავშირებით, ხო? და რომელსაც მე გეთანხმებით იმ თვალსაზრისით, რომ გაშუქების დროს თუნდაც სამედიცინო მიმართულების სპეციალისტები საუბრობდნენ, ხო, მედიაში ალკოჰოლზე. მაინც სულ რაღაცა დათქმებია, თითქოს რაღაცა რაოდენობების განსაზღვრა კეთდება და აი ეს მე მახსოვს ხოლმე ვებია ჩემი ისეთი საფირმო სიტყვა, რომ ერთი ჭიქა ღვინო არის წამალი, ხო? აი თითქოს ეს მართლა ეგრეა. ხო? მოდი აი ამასაც ნათელი მოვფინოთ რა და კიდე ერთხელ გავიმეოროთ. ახლა ვიცი, ვართ ღვინის სამშობლო ქვეყანა. ეს არის ჩვენი სიამაყე, ყველას გვიყვარს, ყველანი ვამაყობთ, მაგრამ იმ საფრთხეებზე უნდა ვისაუბროთ, ხო? და ესე თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ ღვინო მართლა წამალია. არა, თავი არ უნდა მოვიტყუოთ, ისეთ რა არის მე ყოველთვის მესმის ხოლმე, იმიტომ რომ მქონდა რამოდენიმეჯერ ამასთან დაკავშირებით ცდილობა, რომ საქართველოში ამას საკითხზე დაწყებოდიყო ლაპარაკი, მაგრამ ყოველთვის ხდება
ხდებოდა ერთი და იგივე პასუხი, რომ ჩვენ ვართ ახლა ალკოჰოლის ღვინის სამშობლო, ეს არის ძალიან დიდი შემოსავალი ქვეყნისათვის და ახლა ამაზე საუბარი, შეუძლებელია. არა და საქმე იმაშია, რომ საუბარი რო ავიღოთ მაგალითად საფრანგეთი, რომელიც ასევე ითვლება ღვინის ქვეყნად, ხო? ამ საფრანგეთს აქვს ძალიან ძლიერი, თქვათ, ალკოჰოლის რეკლამის საწინააღმდეგო ღონისძიებები და ძალიან ცნობილი. ეს არის ეწოდება Evian-ის, არის წყალი რო Evian-ის კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს თუნდაც ალკოჰოლის რეკლამას და არის ერთ-ერთი ყველაზე strict, ყველაზე ჩვენ ესეც არ აქვს. ჩვენ ახლა წარმოგიდგენთ, როდესაც სპორტსმენები გამოდიან, რომლებიც იმის მაგათ რომ ჯანსაღი ცხოვრების წესზე ისაუბრონ და ალკოჰოლის რეკლამას აკეთებენ, ეს წარმოუდგენელი რამ არის. თან საქმე იმაშია, რომ ხო, მე ძალიან ძნელია, როცა ასეთი ავტორიტეტული ადამიანები, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის აპოლოგეტები არიან თავისი საქმით, მე იმას უმტკიცო, რომ ხო, სხვა კამპანია აწარმოო, რომ იცი რა, ეს არ არის თულად კარგი. ამ დროს მე მახსენდება დაახლოებით 7-8 წლის წინ ესტონეთის ოლიმპიური ჩემპიონია თხილამურებში, ის გამოვიდა და ლუდის რეკლამა გააკეთა. ერთ კვირაში მან ბოდიში მოიხადა, ჯერ რეკლამა წამოიღეს, იმიტომ რომ საზოგადოებამ უთხრა, რომ შენ ახლა ოლიმპიური ჩემპიონი ხარ, თხილამურებით, სპორტსმენი და ამ დროს აკეთებ ლუდის რეკლამას, მიუხედავად იმისა, რომ ესტონეთში ძალიან გვიყვარს ლუდი. ეს შეუძლებელი არის რაღაცა პრინციპები, რომელიც არ უნდა დაარღვიო. ეს ერთი და ამიტომ ეს ამ პრინციპებს ჩვენ უნდა ვზდიოთ. მე მეორე საქმე იმაში, რომ დაგროვდა უამრავი გამკვლევა, რომელიც საქართველოში საერთოდ არც კი ვრცელდება და ამაზე საუბარიც არის, რომელიც აჩვენა, რომ და განსაკუთრებით ეს როდესაც დაიწყო ლაპარაკი ალკოჰოლსა და სიმშვიდეებს შორის, როგორც ერთ-ერთი კარცინოგენი და როგორც კავშირი ალკოჰოლსა და სიმშვიდეებს შორის. მაგალითად, ალკოჰოლი ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკ ფაქტორია მანდილოსნებში მკერდის სიმსივნის. და დადგინდა, რომ როგორ გითხრათ ახლა, 1 მილიგრამის მიღებაც კი რისკ ფაქტორია. ამიტომ ყველა საუბრობს, რომ ალკოჰოლის საერთოდ არ მიღებაზე არის საუბარი. კი ბატონო. ამაზე არის საუბარი. მაგრამ ეს რომ გადავდოთ, თქვათ ამაზე რომ მივიდეთ და საქართველოს. იცით რა არის რაღაცა რეგულაციები, როდესაც მაგათად 24 საათის განმავლობაში იყიდება ალკოჰოლი. როდესაც ალკოჰოლი ბავშვები შედიან მაღაზიაში და მეთვალ წინა დევს. როდესაც რეკლამები როგორც გითხარით, ხადის როცა უნდა და ქართული რეგბი დაკავშირებულია ქართულ ლუდთან. არის საკითხები, რომელზეც უნდა იმსჯელოს ქვეყანამ, იმიტომ რომ ალკოჰოლი არის მავნე ჩვენი ჯანმრთელობისათვის და ეს მავნე არის ჯანმრთელობისათვის, ეს არის მავნე ჩვენი მომავალი თაობისათვის, ხოლო ჩვენი მომავალი თაობა, რომელმაც უნდა შექმნას პროდუქტი, 20 და 30 წლის შემდეგ შეიძლება ვერ შექმნას ეს პროდუქტი იმ დაავადებების გამო, რომელსაც ალკოჰოლი იწვევს. შესაბამისად, ამიტომ უნდა ვიფიქროთ და ვისაუბროთ ამ იმაზე, იმიტომ რომ ეს არ დაიმალება. შეუძლებელი არის პრობლემა, რომლის დამალულს არ შეიძლება. კი ბატონო. კი ბატონო და თქვენ ხა ახალგაზრდობა ახსენეთ და კიდე ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც მარტო ჩვენი პრობლემა არ არის, ხადია ეს გლობალური პრობლემაა, აქ ჩვენ საუბრობთ ხა ნივთიერებებზე, ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე. თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ ამ ზიანის შემცირების პოლიტიკის მიმართულებით მუშაობის და აი როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება შეიცვალოს აი ეს ზიანის შემცირების მიდგომები მომავალ აწლეულებში რაღაც მომავალში, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა აი ეს ახალი ნარკოტიკული საშუალებები მუდმივად ჩნდება და ტენდენციები იცვლება და აი ამ ტენდენციების ფონზე რა გამოწვევები გვაქვს კიდე, ანუ რა შეიძლება ახალი მოხდეს? გეთახმებით, გამოწვევები ძალიან დიდია და ეს გამოწვევები ორ ბარამ გამოიწვია, ეს არის სინთეტური და ახალი ფსიქოტროპული საშუალებების გამოჩენა, რომლებისთან ძალიან სწრაფად და ძალიან ხშირად ახალი და ახალი გამოდის. უცებ აღმოცენდება არ აღმოჩნდება. ამიტომ ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც ჩვენ ამ საკითხში წავატეთ, იყო, რომ ეს იმდანაც სწრაფად ხდება ამ ახალების შემოსვლა, რომ ვერ ხდებოდა ესე დროულად აღქმა და დროულად აღწერა, რომ ეს პროდუქტი, რომელიც შემოვიდა, რამდენად მავნე არის. ამიტომ ახლა ძალიან დიდი მუშაობა მიდის იმაზე, რომ მოხდეს ლაბორატორიების თუ ხელსაწყოების ისეთი გაუმჯობესება, აი როგორც ეს მაგალითად კოვიდის დროს სწრაფად შეიქმნა ვაქცინა, ხომ? რომ სწრაფად მოხდეს ამ ინგრედიენტების დადგენა და სწრაფად მოხდეს მათი აღწერა და სწრაფად მოხდეს მათი შეტანა სიაში როგორც აკრძალული, იმიტომ რომ დრო იკარგება და ეს ახალი სინთეტურები, განსაკუთრებით სინთეტურები
ისე სწრაფად შემოდის, რომ შეუძლებელია ფეხის აყოლა. ამიტომ ეს ერთი ძალიან დიდი გამოწვევა. მეორე დიდი გამოწვევა ის არის, რომ ისეთ რა ყველამ დაინახა, რომ ეს პროდუქტები ადრე ჩვენ საუბრობდით ხოლმე ზიანის შემცირებაზე, როგორც ნარკოტიკულ ნივთიერების, მაგრამ ეხლა აღმოჩნდა, რომ ეს ნარკოტიკული ნივთიერები ზოგადად ჯანმრთელობაზე ახდენს ძალიან დიდ გავლენას. მაგალითად, ძალიან დიდი პრობლემია ხა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს პროგრამების ნელ-ნელა ცდილობს, რომ გარდაიქმნას იმაზე, რომ ეს ზიანის შემცირებაში შევიდეს მენტალური ჯანმრთელობის კომპონენტებიც. ეს გახდა აუცილებელი განსაკუთრებით ჩვენ ახალგაზრდათა საზოგადოებასთან მუშაობაში, იმიტომ რომ ამ ახალმა პროდუქტებმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მენტალურ ჯანმრთელობაზე და ამიტომ ეს გახდა მესამე კიდევ არის ის რომ ეხლა უფრო ფიქრობს ყველა ეს კიდევ უფრო ჰოლისტიკური უნდა გახდეს, იმიტომ რომ ამაში უკვე თლიანად ჯანდაცვის სისტემა უნდა ჩაერთოს. ეხლა ძალიან ბევრ ქვეყანაში მაგალითად მიდის პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტების თქვა ტრეინინგები ნალოქსონის გამოყენებაზე, ანუ ზედოზირების და რომ ისოდენ, ან რომ მათ ხონდეთ უფრო მეტი წარმოდგენა როგორ აღმოაჩინონ რომ ადამიანი ტოქსიკურ ზემოქმედების შედეგად არის და მათი სწრაფად გამოყვანა მოხდეს. ანუ რატო ეს თუ მიმართვა მოხდა პირველად ჯანდაცვის სკოლაში ან პოლიკლინიკებში? ხო, უკეთე ეს ჯანდაცვaan ჩაერთო. ეს ადრე გამოყოფილი სისტემა ცალკე კი აღარ დგას. ეს არის როგორ მთელი სისტემის ნაწილი ხდება. და ძალიან კარგია. ხო. იმიტომ რომ მივხვდნენ რომ როგორც ასე ცალკე ზიანის შემცირება უკვე ვეღარ მუშაობს, იმიტომ რომ ეს არის გლობალური და კომპლექსური საკითხი არის ძალიან დიდი. ამან გამოიწვიეს და შემდეგ დიგიტალური საშუალებების გამოჩენამ, იმიტომ რომ ჯერ ერთი დიგიტალურმა საშუალებამ გააკეთა ის რომ ძალიან ბევრი პროდუქტები სწრაფად ონლაინ ვრცელდება და იყიდება და ამისი კონტროლი ძალიან იდეალური სქემა აქვს დაწყობილი და ეს ძალიან რთულია და ამის ეს ერთი და ამავე დროს მეორე მხრივ დიგიტალური რა მაგათაც ძალიან ბევრი აპები გამოვიდა ტელეფონის საშუალებით, რომელზეც ზედოზირების ან სხვადასხვა პრობლემები რომელიც შეიძლება შეიქმნას, ისინი სწრაფად ღებულობენ ამ აპის საშუალებით და ამიტომ თავის მხრივ რაღაცა პრევენციის გაკეთებაც შეუძლიათ. ანუ ესეც ჩაერთო. და ბოლოს კიდევ ერთი რაც არის მნიშვნელოვანი არის რა ზოგადად სიტუაცია სოფლიოში შეიცვალა. ძალიან ბევრი რაღაცების გადაფასება მოხდა, სოციალური მდგომარეობა შეიცვალა ბევრ ქვეყანაში, პოლიტიკური მდგომარეობა შეიცვალა ბევრ ქვეყანაში და ესეც გავლენას ახდენს იმაზე თუ როგორ უყურებთ ახლა ჩვენ ამასთან ბრძოლას, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ახლა არის თავარი ტემპი, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს ყველაფერი და ჰოლისტიური მიდგომა, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს უნდა გახდა ჯანდაცვის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნაწილი და აქ ახლა რადგან საზოგადოებრივი ჯანდაცვაზე დავიწყოთ ლაპარაკი, უბრალოდ გავუსვამ ხაზს, რატოა საზოგადოებრივი ჯანდაცვა. იმიტომ რომ ჩვენ აქ მარტო ერთი ინდივიდს კი არ საუბრობთ, რომელიც ნარკოტიკს მოიხმარს და მისი არა. ჩვენ აქ საუბრობთ საზოგადოებაზე, მის კეთილდღეობაზე, მის უსაფრთხოებაზე, თუნდაც რომ შემცირდეს დაანაშაულების რაოდენობა. ის რომ საზოგადოება უფრო წყნარად და მშვიდად და ჯანმრთელად ცხოვრობს. კი ბატონო. ის თეორიული შეკითხვა მაქვს ბატონო ზაი, როცა თქვენ ესაუბრებით პოლიტიკის შემქმნელებს, აი ამ ზიანის შემცირების პროგრამებთან დაკავშირებით მის შინაარსზე, დასაგეგმონის, აი ყველაზე გაუგებარი ასპექტები რომელია ხოლმე? აი ამ პოლიტიკის შექმნელებისთვის. ამის ბედნიერება მქონდა, იმიტომ რომ 10 წლის განმავლობაში 10 ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი ვიყავი და ერთ-ერთი საკითხი რომელსაც ეს იყო და განსაკუთრებით იყო 2-3 ქვეყანა, რომელიც ძალიან ესეთი არიან, კონსერვატულები არიან და მათთან საუბრები ესეთ ბევრის მომტანი და ბევრის სასწაული იყო. უპირველეს ყოვლისა მინდა უნდა ვთქვათ, რომ ერთი რამ რომ აქ ჩვენ უნდა გქონდეს, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის როგორც მარათონური სპენა. აქ ამ საკითხის ამ პოლარიზაციას პოლიტიკის შემქმნელებთან საუბრობთ. ერთ წუთში, ერთ დღეში გადაწყვეტა შეუძლებელია. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამას დაჭირდება დრო და ნელა ამაზე ვისაუბროთ. ყველაზე რთული რაც იყო მათთან საუბარი, ის იყო, რომ იცით რა, ეს არის ჯერ კიდევ არის სტიგმა იმ ჯგუფების მიმართ, ვინც ნარკოტიკებს ხებულობს. მათთვის ეს არის რაღაცა ჯგუფი, რომელსაც გადაწყვიტა, რომ ნარკოტიკებს და მიიღოს და ხა ჩვენ მათზე რატომ უნდა ვიფიქროთ. თუ არ უნდათ და თუ უნდათ წესიერი ცხოვრება, მაშინ უღებულობთ. აი ამ სტიგმის გადალახვა, რომ მათამდე მიტანა იმისა, რომ იცით რა არა, ისინი ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან და ამიტომ როგორც სხვაზე მათზეც უნდა ვიფიქროთ, ეს ერთი ვართ ჩვენ და ახლა რაღაცა მოხდა, მაგრამ თითქოს ორჯერ არის 4-ია, მაგრამ ხო. ეს ძალიან რთულია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პირველი, იმიტომ რომ ძალიან ბევრგან ეს მაინც ზის
აი რატომ არის ერთ-ერთ მას გავაკეთე პასაჟად დაუბრუნდე რატო არის მაგალითად ამიტომ ალკოჰოლზე უფრო რთული საუბარი თუ ეს ნარკოტიკი ხო კი ბატონო ამაზე დაელაპარაკები ალკოჰოლზე ვერ დაელაპარაკები იმიტომ რომ ალკოჰოლი ხო არაფერი არა და ნარკოტიკი ეს ყველამ ვიცით რომ ცუდია და ამ ცუდში არის ჯგუფი რომელიც ამას მოიხმარს რაც ასევე ცუდია და ეხლა რატომ უნდა ვიფიქროთ ჩვენ ამ ცუდ ჯგუფს ეს იყო ნომერ პირველი ნომერ მეორე ის იყო როდესაც ზიანის შემცირებას ესაუბრები რატომღაც ძალიან ბევრი თვლის რომ ეს შემცირება კი არ არის ეს უბრალოდ ცვლი ერთ ნარკოტიკს მეორე ნარკოტიკს ეს ისედაც საზოგადოებაშიც ფართოდ გავრცელებული წარმოდგენა არის და ეხლა რას აკეთებთ რო თქვენ მოდი ავხსნათ რა ბატონ ზაზა რას გულისხმობთ აი რას მოიცავს ეს პროგრამები ხო ეს პროგრამა გულისხმობს რომ ჩვენ ვცდილობთ რომ ის ზიანი რომელიც შეიძლება ჯანმრთელობას მიაყენოს იმ ნარკოტიკონით რომელსაც ისინი იყენებენ შევამციროთ ანუ მოვახდინოთ არა მარტო ზიანის შემცირება როგორც ჯანმრთელობის მხრივ არამედ მათი ზიანის შემცირება დანაშაულის შემცირების მხრივ ზიანის შემცირება ეკონომიური ფაქტორების მხრივ ანუ მრავალ ფაქტორიანია. ამ ზიანი მრავალ რაღაცას გულისხმობს და არა მარტო იმას, რომ ჩვენ ზიანს ხებულობს ნარკოტიკული ნიტრებინა და ჩვენ აი როდესაც opioid substitution ქართულად არის ჩანსლების თერაპია, ხო? ეს თერაპია რო შემოიღეს, მაგალითად ნორვეგიაში ძალიან დიდი კვლევა ჩატარდა, რომელსაც გამოაყვლია, რომ 5 წლის შემდეგ ის ხალხი, რომლებიც იყვნენ ამ substitution-ზე 70%-ზე მეტმა აღწერა, რომ მათი ცხოვრება დადებითისკენ შეიცვალა. ისინი დაუბრუნდეს საზოგადოებას და ისინი გახდნენ საზოგადოების წევრი. აი ამაზე არის საუბარი. ანუ ჩვენ ვაბრუნდებთ ხალხს და ისინი ხდებიან საზოგადოების წევრი და აქ არ ხდება ის რომ ერთი ნარკოტიკის მეორე ნარკოტიკით ჩანსლება, არა. აქ ხდება ადამიანის გამოყვანა იმ მდგომარეობად რომ ესეც არის ამ ზიანის შემცირება და მისი საზოგადოებაში დაბრუნება. და საზოგადოებაში დაბრუნება. გარდა ამ ნორვეგიისა კიდევ ერთ გეტყვით რომ ამერიკაში იყო ჩატარებული ასეთი შოტლანდიელებმა ჩაატარეს დიდი კვლევა საჩვენეს რომ ამ პროგრამებით დაახლოებით 40%-მდე მცირდებოდა დანაშაული. ესეც ძალიან დიდი რამ არის საზოგადოებისათვის, იმიტომ რომ დანაშაული მცირდება, რასაც ასევე ეკონომიური ეფექტი აქვს და როგორც გითხარით ადრე, ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო არაფერს ვამბობ შიც რაოდენობის შემცირებაზე და მათ რაოდენობის შემცირებაზე ასეთი პროგრამები და ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო ძალიან დიდი კვლევა ჩატარებული, რომელმაც აჩვენა რომ დაახლოებით 15-დან $20-მდე იყო ეკონომიური მოგება თითოეულ ამ პაციენტზე, რომლებიც იყვნენ ამ თერაპიის გადიოდნენ კურნალობას. კი ბატონო. ხო, ეს ისეთი ცოტა ისეთი თემაა, ხო, ეს ზიანის შემცირების პროგრამები, იმიტომ რომ საქართველოშიც სრულიად უწყინა არ საკითხებზე, ან თუნდაც საზოგადოებისთვის ისეთ თემებზე, რომელიც მას ძალიან აღელვებს, ეხლა ჩვენ გქონდა ბოლო თვეებისა და კვირების განმავლობაში ასეთი საკითხებიც, ისევ თავს იჩენს ხოლმე. აი ეს სტიგმატიზება, აი ამ ჯგუფის, რომელიც ამ პროგრამებში არიან ჩართულები. და ეს რაღაცა ნეგატიური ტალღა, რომელიც გადაივლის ხოლმე და მუდმივად აფერხებს მათ შორის იმ ადამიანებსაც, ვიზეც მუშაობენ, რომ ჩაერთონ ამ პროგრამებში, როგორღაც მობილიზება მოხდეს და ასე შემდეგ, ხო, ანუ ეს მითები, რომლებიც საზოგადოებაში გავრცელებული, ძალიან უშლის ხელს ამ პროგრამებს მუშაობას. აქ აი ეს არის პრობლემა რა არის, თუნდაც სწორედ ეგ არის ერთ-ერთი პრობლემა საქართველოში, რომ ჩვენ სამწუხაროდ ძალიან ცოტა კვლევებს ვაკეთებთ, რომ მოსახლეობას ჩვენი კონკრეტული ისინი კონდეს მონაცემები რომ მივაწოდოთ, ხო? კი. მე მაგათაც სულ მიყვედა და სულ ვიზახდი ამას მახსოვს თქვენც იყავით ჩათვლენ კოვიდის საკითხში. ისე დამთავრდა საქართველოში კოვიდის პანდემია, რომ ერთი კვლევა არ მინახავს გამოქვეყნებული. მიუხედავად იმ უამრავი შემთხვევებისა და უამრავი კურნალობისა, რომელიც საქართველოში ჩატარდა. როდესაც მაგათად იტალიელები, ესპანელები თუ სხვა ქვეყნები, ხო, 10 კაცს განკურნავდნენ, 20 კაცს განკურნავდნენ, მაგრამ სიკვლებდნენ და აქვეყნებდნენ. ჩვენ ეს მასალა არა. შესაბამისად ახლა ხო ხვდებით მithumetes ჩვენ საქართველოს. ხო, დაგვიანებით იყო. დაგვიანებით. კი და ახლა შესაბამისად საქართველოში რო ეტყვი, იცი რა, ნახე იტალიაში. ხო. მე აქ მაინტერესებს. ჩვენთან როგორ არის? აი ეს არა გვაქვს ჩვენ გვაქვს ინფორმაციის ხშირად ძალიან ვცდილობთ ხოლმე სწრაფად გავაკეთოთ რაღაცა. ესეც პრობლემაა ხოლმე, ვცდილობთ ჯერ დავიწყოთ და მე მივცეთ ინფორმაცია მოსახლეობას რა დავიწყეთ, არა და მოსახლეობა უნდა შეამზადოს, ჯერ კარგად უნდა აუხსნა რაზე არის საუბარი, სანამ ამ პროგრამას დაიწყებ. ჩვენ ვიწყებდით, მე ვიწყებდით ინფორმაციის მიწოდებას, რაც უკვე თავის მხრივ ქმნის გარკვეულ დაბრკოლებებს და
მე რეალური მასალის არ არსებობა რომ შენ ეს დაუდო, როდესაც თქვენ მკითხეთ როგორ ლაპარაკებოდით პოლიტიკის, ჩვენ იქ მასალას ვუდებთ. ჩვენ იქ გვაჩვენებთ რომ ეს აგერ არის კვლევა 1, 2, მესამე, რომელიც ამას გვაჩვენებს. და მაშინ ისინი ამ ფაქტებს ვერ გაექცევიან. ეხლა საქართველოში რო ვეტყვი, ხო? იმიტომ რომ ბევრ ქვეყანაში ესეც გამიგია რომ კი, მაგრამ ეს ხო სხვა ქვეყანაში ეს კვლევა ჩატარებული. და მე რა ვიცი ჩემთან როგორ იქნება. ხო, მაგისთვის დამატებითი ინიციატივებია საჭირო. კი, მაგას გეთახმებით, ხო, რაღაც ეტაპზე ესენი კარგად მუშაობდა, როდესაც სხვა ქვეყნების მაგალითებს ვიყენებდით, ეს ყოველთვის მუშაობს. ეს ხო, მაგრამ დღეს უკვე დამატებით რაღაცები გვჭირდება ჩვენს გადავედით, ხო, განვითარების ისეთ საფეხურზე, მაგრამ ეს მიმართულება კარგად ვერ განვავითარეთ, ანუ კვლევის მიმართულება. კი ბატონო. ჩვენს მსმენელს მინდა ვუთხრა, რომ აი ეს საკითხი, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ხო, ამ ფაქტორ ნივთიერებებზე დამოკიდებულება საკმაოდ დიდი თემაა, საკმაოდ მტკივნეული საკითხია, ძალიან ბევრ ასპექტს მოიცავს. ეს არ არის ჩვენი პირდაპირ დისკუსიის თემა, თუმცა ჩვენ ცალკე ეპიზოდს გავაკეთებთ შემდგომში ამ საკითხზე და მათ შორის იმ სერვისებზე ვისაუბრებთ, რომელიც გვაქვს ქვეყანაში ძალიან დიდი ხანია და ეს სისტემა დგას ადამიანებზე, იმ აქტივისტებზე, რომლებმაც ააშენეს, შექმნეს რაღაცეები. ნულიდან დაიწყო ფაქტობრივად ამ ყველაფრის შენებლობა და ამ ადამიანებს გავაცნობთ აი ამ პოდკასტით ჩვენ. ძალიან ვიტრო მე ვიცნობ ამ ადამიანებს და მათი ენთუზიაზმი რო არა შეიძლება საერთოდ არ გასაუბრა კი ბატონო ამ საკითხებზე. კი ბატონო, ნამდვილად. მაგრამ აი ახლა ამ თემაზე ბოლოს შეკითხვა რომელიც მინდა რომ დაგისვათ, ეს არის აი ქვეყნების პოლიტიკის პატარა მონახაზი რო გავაკეთოთ, რომ იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ, რომ სხვადასხვანაირი გამოცდილება ქონდა, ხო? ანუ ზოგ ქვეყნებში ზოგი ქვეყანა ძალიან რაღაცა ბრუტალურად უდგება ამ ნარკოპოლიტიკის საკითხს, ზოგიერთ ქვეყანაში ნაპირიქით მაქსიმალურად, ხო, დეკრიმინალიზება ზოგან ლეგალიზებულია და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მე პირადად ჩემი პერსონალური აზრი რო გითხრათ, მაქსიმალური თავისუფლების მომხრე ვარ, მიმაჩნია რომ ასე რისკები უფრო დაზღვეულია. თქვენ როგორ ფიქრობთ ამ საკითხებზე და საბოლოო ჯამში აი ამ მრავალმაწლიანმა დისკუსიამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ საით უნდა წავიდეს ეს პოლიტიკა, რეალურად რა კონტურები გამოკვეთა საერთო ჯამში? მართალი გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელი ვუშაობ, ჯერ ასეთი აი პასუხი რო 100%-ით ეს არის ძალიან რთული, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გამომდინარეობს თვითონ იმ ქვეყნის კონტექსტიდან. ყველა ქვეყანას არის განსხვავებული თავისი კულტურული, სოციალური, ეკონომიური და ფასოლები თუ სხვადასხვა და ამიტომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, მაინც ყოველთვის ალბათ მხედველობაში უნდა მივიღოთ ქვეყანა და მისი რეალური სიტუაცია და ამაზე დაყრდნობით ვიმჯეროთ. თუმცა ერთი შემიძლია ნამდვილად თქვა, რომ მე ნამდვილად ვემხრობი, რომ ეს უნდა იყოს ჰუმანური და არა დამსჯელობითი, როგორც არის და როგორც იყო ძალიან ბევრ ქვეყანაში, იმიტომ რომ დამსჯელობითი მეთოდებით ამ პრობლემის აღმოფხვრა არ ხდება, ვერ ხდება და ხანდახან პირიქით უარესდება კიდეც. არა, ეს უნდა პრინციპში რაც გქონდა ჩვენც. ხო, რაც გქონდა ჩვენც. ეს უნდა იყოს ნამდვილად ჰუმანური მიდგომა. ამ ჰუმანურ მიდგომაში ჩვენ წავალთ დეკრიმინალიზაციისკენ თუ ლეგალიზაციისკენ, ეს უკვე მსჯელობის საგანია, ეს მსჯელობა უნდა გაიმართოს, მაგრამ ეს მსჯელობა უნდა გაიმართოს არა ერთდღიანი, ერთკვირიანი. ამას დრო სჭირდება, ამაში უნდა იყოს ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვენი მკვლევარები, ის ხალხი, რომელიც მომხმარებლები, ყოფილი მომხმარებლები, ან ეს უნდა იყოს ფართო მსჯელობის საგანი და კონსენსუსამდე უნდა მივიდეთ. როდესაც ეს არის რაღაცა პროცესი ხანგრძლივად ვთქვათ და ყველა არის ჩამული, ხო? და კონსენსუსამდე მიდიხარ, მე უფრო ადვილად მისაღები ხდება ეს ამა თუ იმ ქვეყნისათვის. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ასეთი რომ აი ოქროსისა არ არსებობს, მაგრამ ჰუმანური რომ უნდა იყოს და არ უნდა იყოს დამსჯელობითი, ეს 2-4-4-ია. კი ბატონო. და მაინც განმარტებისთვის დავამატებ, ანუ რას გულისხმობთ მე ჰუმანურობაში, ანუ ის პერიოდი, როცა რაღაც ნარკოტიკული საშუალების გამო ადამიანებს მრავალი წლით ციხეში სვამდნენ, ხო? აი ამ პერიოდის დასასრულიდან, ნუ აი მარტივი მაგალითები ეს როცა კრიმინალიზებული იყო, რას ნიშნავდა, ხო, რომ ადამიანების ასრაბო დახმარებას აღარ იძახებდნენ, იმიტომ რომ როცა ადამიანი ავათხნ
გახსნა რომ იმიტომ ციხეში არ მოხვედრილიყო მე ეს ადამიანი და ამის გამო კიდე ნუ 100 მილიონი მაგალითს თქმა შეგვიძლია რამხელა ზიანს იწვევდა ამ ყველაფრის კრიმინალიზება. ჩვენ არ ვიძახით რომ ეცეთ რა შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ უნდა იყოს დაინტერესებული და ქვეყანამ უნდა გახსნას კარები და შემოვიდეს არა. ჩვენ ვიძახით რომ ამ ადამიანებს უნდა უმკურნალოთ დასჯის მაგივრად. კი ბატონო. აქ ისევ იმ პრობლემასთან მივდივართ მე მგონი, რადგან წეგან ნაწილობრივ უკვე ვისაუბროთ, ეს არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება. ჯანდაცვა არის ის მიმართულება, სადაც ყველა გადაწყვეტილება მტკიცებულებაზე უნდა იყოს, ხო, დაფუძნებით, იმიტომ ძალიან გრძნობიარეა. თითოეული ინტერვენცია პირდაპირ შეიძლება აისახებოდეს ადამიანების ცხოვრებაზე, სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე და ასე შემდეგ. რეალურად ჩვენსად ვართ ამ მიმართულებით საქართველოს და ზოგადად მსოფლიოს სად არის ჯანდაცვის სისტემა აი ამ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. კი ბატონო, მე გამოვიყენებ ჩემ 15 წლიან დიპლომატიურ გამოცდილებას და ამიტომ ვეცდები გითხრათ ძალიან რბილად. მე არ ვიცი სად არის საქართველო. მე ერთი ვიცი რომ თუ როდესაც თქვენ გინდათ მოიძიოთ რაღაც ინფორმაცია ამა თუ იმ დაავადების სტატისტიკაზე ეს თითქმის შეუძლებელი. და მე ვიცი რომ ნუ ზოგჯერ ხო არ არსებობს კიდეც. შესაბამისად როდესაც ჩვენ არ გვაქვს არანაირი სტატისტიკა რასთან გვაქვს საქმე ლაპარაკი იმაზე რომ მე ჩვენი ჯანდაცვა ხო ეკნობა ამა თუ იმ მონაცემებს და ამით იგეგმება თუ რა გაკეთდეს ცოტა რთული. ამიტომ ხო ნუ მიჭირს ამ დროს ყველა სხვა ქვეყანაში ეს არის ნომერ პირველი. იმიტომ ისაც ჩვენ ვისაუბრეთ, ხო, ეს დეზინფორმაცია. დეზინფორმაციასთან ბრძოლის ერთ-ერთი ძლიერი საშუალება, რომ შენ გაქვს ხარი მასალა, რომელთაც ამტკიცებ შენ გადაწყვეტილებას. ისეთი მასალა, რომელსაც წყალი არ გაუვა, რომელიც მეცნიერულად არის გაკეთებული და დამტკიცებული. როდესაც შენ ეს არ აქვს, როდესაც შენ საუბრობ ზოგჯერ, როგორც არის ხოლმე საქართველოში, ეს შენ ბევრი შემთხვევებია. და რამდენი ეს ბევრი არავინ არ იცის. კი ბატონო, მისაღებია, გასაგებია, აბსოლუტურად ძალიან დიდი მადლობა და კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც მინდა რომ შევეხო, რომელიც ასევე ჩემი ეს პერსონალური ინტერესების სფეროს წარმოადგენს, ჩავიხედავ რომ არ შემეშალოს, ანუ თქვენ ხართ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უნივერსალური ჯანმრთელობისა და პანდემიებისათვის მზადყოფნის მიმოხილვის მრჩეველთა ჯგუფის წევრი. ეხლა მაინც განმარტოთ ეხლა ეს რა არის, აი ამ მიმართულებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მით უმეტეს ეხლა აქტიურად აშუქებს და მუდმივად ვეცნობის ახლებს, რომელიც ამ მიმართულებით არის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, მისი დირექტორი მუდმივად საუბრობს დაავადება X-ზე, როგორც რაღაცა პოტენციურ საფრთხეზე, რომელიც გვიახლოვდება, რომელმაც შეიძლება რომ პოტენციური პანდემია წარმოშვას. ასე საუბრობდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიის დაწყებამდე, ხო სპეციალისტებიც მუდმივად მსჯელობდნენ და მე მახსოვს გასულ წელს ჯანმოს დირექტორმა მიმართვა რო გააკეთა მსოფლიო ლიდერებისადმი, სადაც ძალიან მკაცრი იყო სხვადასხვა თავის შეფასებაში, იმიტომ და თქვა რომ დღეს აქ ხართო მსოფლიო ლიდერები და მე ისევე როგორც 10 წლის წინო, ახლაცო ისევ გეუბნებით რომ გვიახლოვდება საფრთხე დაავადება X-ი, რომელიც არ ვიცით რა არის და არც ერთი ქვეყანა არ ხართ მზად ამ საფრთხესთან გასამკლავებლად და ნუ ამ ახალ განცხადებას ის საფუძველი ქონდა კიდევ რომ აგერ გუშინ წინ არის მომხდარი COVID პანდემია და ფაქტობრივად უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრადიციულად ისევ ვერ ვისწავლეთ ბევრი რაღაც ამ პანდემიიდან, ხო? ეხლა თვითონ უკვე სპეციალისტები როცა საუბრობენ, ხშირად არის ხოლმე ეს მსჯელობა, რომ აი რომელ დაავადებაზე შეიძლება იყოს საუბარი, უნდა ველოდოთ თუ არა მაგათად გრიპის ახალ ვარიანტებს თუ ისევ ან ებოლა შეიცვლის ფორმას და დაგვერება მთელ დედამიწაზე თუ რა. თქვენ როგორ ფიქრობთ? ან თუნდაც ის მსჯელობები, რომელიც არის დღეს, ეს რო გავაცნოთ, ხო? რომელ მუტაციებზე, რომელ დაავადებებზე არის საუბარი? და როგორია მზაობაც ეგეც რომ მოვაყოლოთ სოფლიოს და საქართველოს. საქართველოს. ახლა ჯერ ვთქვათ, იმიტომ რომ როდესაც გამოჩნდა ეს პირველად დაავადება X-ი, ეს ბევრი ხალხი რომელსაც COVID-საც არ ჯეოდა, მაშინ გამოვიდა და თქვა, რომ დაიწყეს ჩვენი შეშინება და ნახეთ თურმე დაავადება X-ი და უნდა აღვნიშნოთ, რომ აქ კონკრეტულ დაავადებაზე კი არ იყო საუბარი. აქ იყო საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ზად უნდა ვიყოთ რაღაცა რომ ჰიპოთეტური საფრთხის მიმართ. კი.
ამ აი ძალიან მარტივი მაგალითი რომ მოიყვანოთ ზურაბ რომ გასაგები ხალხის ხო არის რომ ნატოს ქვეყნებს ეუბნებიან რომ თქვენი GDP-ის 2% უნდა იყოს შეარაღებისთვის გაკუთვნილი იმისათვის რომ თქვენ უსაფრთხოდ იგრძნოთ თავი და ახლა ტრამპი პირიქით ევროპის ქვეყნებს ეუბნება არა 5-მდე უნდა გაზარდოთ იმიტომ რომ თქვენ ტერიტორიაზე ომი და თუ გინდათ უსაფრთხოება 5%-ად გაზარდეთ. აი დაახლოებით ამაზეა საუბარი. საუბარი იმაზე, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემები იყვნენ იმდენად მზად, მათ ჰქონდათ თქვა ისეთი დაფინანსება, ისეთი იყოს ჰოსპიტალური სისტემა, ისე იყოს განვითარებული, ისე იყოს განვითარებული კავშირი ჰოსპიტალურსა და პირველად ჯანდაცვის ჰოსპიტალურსა და ლაბორატორიებს შორის, emergency შორის, რომ რაღაცა რომ მოხდეს, რომ ჩვენ თვეები კი არ დავკარგოთ ამ საწყობაზე. არამედ ეს იყოს ადგილს. როგორც ეს მოხდა COVID-ის. COVID-ის დროს. აი ამაზე არის საუბარი. ამიტომ ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაცია უნდა რომ ქვეყნებო, იმიტომ რა მოხდა? COVID-ო დამთავრდა და ყველა ქვეყანამ ისევ დაივიწყა რა არის საზოგადოებრივი ჯანდაცვა, თქვა, დამთავრდა და საუბარი იმას რომ არა, იმ COVID-მა გვაჩვენა რომ ვირუსი შეიძლება უეცრად გამოჩნდეს და აი უეცარი გამოსწროს რომ ჩვენთვის ეს უეცარი არ იყოს. ჩვენ ვიყოთ მზად. აი ამაზე იყო საუბარი და ამიტომ არის ეს დაავადება X-ი უბრალოდ მთავრობებს ეუბნებიან და ქვეყნებს ეუბნებიან. ვირუსები არსად არ წასულა, ისინი არსებობენ. იმ მათ დაავადებას შორის მაგალითად რომელზეც საუბრობს, ერთი წითელა. იმიტომ რომ იმდენად დაეცა წითელას აცრები ბავშვებს შორის ამ COVID-ის დროს, ხო? რომ იფეთქა ათეულობით ქვეყანაში ჰქონდა ეპიდემია, კი ბატონო. და ამ ეპიდემიამ ძალიან წითელად ხო გახსოვთ, ერთ-ერთი ყველაზე გადამდები არის COVID-ს ავადდებდნენ ხოლმე წითელას, თავის ინფექციური კონტაგიოზურობის გამო. ეს იმდენად კონტაგიოზურია, რომ წითელა შეიძლება გახდეს. მე კი არ ვაშენებარავის, ხო, არავინ არ თქვას, რომ აი წითელა თქვა, რომ წითელა ხო, არა, ეხლა უბრალოდ ნებისმიერი ასეთი ვირუსი შეიძლება გახდეს კონტაგიოზური, გახდეს ძალიან სწრაფად გავრცელებადი და ჩვენ ამისთვის მზად არ ვიყოთ. ხო? აი ვაქცინაციის ჩავარდნამ გამოიწვია წითელას რაოდენობა გაზრდა და ჩვენ არ ვიცით ხვალ რა მოხდება. ასეთია მაგალითად ეს ჩიტის გრიპი, ხო? ფრინველის გრიპი, რომელიც მოედო შარშან და წელსაც ახლა უკვე აქ პრობლემა რა შეიძლება. აი პირველი ადამიანი გარდაიცვალა რამდენი დღის წინ 66 წლის. ახლა პრობლემა რა არის? საქმე იმაში რომ კი ყველა შეიძლება თქვას რომ კი, მაგრამ ახლა ჯერჯერობით ეს ხდება ჩვენ ჩიტებში, მაგრამ შარშან აღმოჩნდა ეს უკვე ძუძუმწოვრებში იყო. ამერიკის შეერთებულ შტატებში მაგათაც ძალიან ბევრგან ეს იყო ძროხებში და შესაბამისად მე გადავიდა რძის პროდუქტებში და ბევრ შტატებში აიგზალა რძის პროდუქტების გაყიდვა საერთოდ და ამოიღეს იმის გამო რომ ეს იყო. და ადამიანიდან ადამიანზე რამოდენიმე ადამიანს კი დაემართა, მაგრამ ეს ადამიანები ერთმანეთს ვერ გადასწრებენ. ხო და ეს ადამიანები იყვნენ ისინი, ვინც მუშაობენ თქვა ამ ფერმებში, მაგრამ პრობლემა რაშია? ჩვენ ვიცით რომ ეს ვირუსები ყველა მუტირებს. ამ ადამიანის ორგანიზმში ყოფნისას ჩვენ არა ვართ დაცული, რომ არ მოხდეს ამ ვირუსის ისეთი მუტაცია, რომ მოხდეს ადამიანის ორგანიზმიდან ადამიანზე გადაცემა. ეგ არის საფრთხე. ფრინველის გრიპის საფრთხე არის ეგ, რომ ხო იცი არის აქვე უბრალოდ განმარტებას დავურთავ ჩვენ 5 წელსაც ქონდა, ხო? ქათმის გრიპი რო დავარქვით ქართველებმა, ხო? ფრინველის გრიპის დიდი აფეთქება და აი ეს მომენტი ხშირად მხედველობიდან არის ხოლმე გამორჩენილი, რომ ეს გრიპი ადამიანიდან ადამიანზე არ გადადიოდა. ხო იქ ფრინველებიდან და მათი პროდუქტებიდან ინფიცირდებოდნენ ადამიანები. მაგრამ საფრთხე არის ის, რომ ეს არ მოხდეს. ვითარდება. და ყველა მიცის უკვე COVID-ის დროს, ყველამ გაიგო, რას ნიშნავს სიტყვა მუტაცია. ესენი მუტირდება და აი რომ მუტაცია შეიძლება მოხდეს, შეიძლება ეს დღესა და ხვალ არ მოხდეს, მაგრამ 1 თვის, 2 თვის, 2 წლის მერეც რომ მოხდეს და უეცად მოხდეს ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა, თან ჩვენ არ ვიცით როგორი იქნება ეს მუტაცია. აი ეს მუტაცია როგორი ვირუსი წარმოიქმნება, რომ უეცად დაიწყო. აი ეს არის საფრთხე. შესაბამისად და თან ხო ხდებით გარემო შეიცვალა, ხო ამ ვირუსებზე ის ეკოლოგიაც ყველაფერი გავლენას აქვს. ხო და ასევე კიდე თან ეკონომიკაზე ახდენს ის გავლენას, ხო? ეხლაც მაგათ ამ მიმდინარე წელს გაიზარდა კვერცხის ფასი. რატო? იმიტომ რომ აი ამ კრიზისმა წარმოშვა პროდუქტების ნაკლებობა და შესაბამისად გაიზარდა. ის პროდუქტებზე იყო ერთი ამბავი და ავადუღოთ ისე და პასტერიზებული დავლიოთ თუ არ დავლიოთ და იყო ერთი. და ასევე ფრინველის ხორცი ერთ-ერთი ყველაზე იაფიანი ხორცია და ფართოდ გავრცელებული პროდუქტი და ამ ფრინველის ხორცის დეფიციტი ქმნის ხოლმე სერიოზულ პრობლემებს პირდაპირ აისახება ადამიანების ცხოვრებას. ფოლიებში და ყვავებში იყო აღმოჩენილი უკვე. კატებშიც. ხო, და საქართველოში და სოფლიოში ძალიან პოპულარულია კატები. ხო, ამიტომ დაცული არა ვართ. ამიტომ ვამბობთ, რომ რადგანაც ასეთი რამე შეიძლება მოხდეს და შეიძლება უეცად მოხდეს, ჩვენი ჯანდაცვის სისტემები უნდა იყოს მზად, ლაბორატორიები, ჰოსპიტალები, ექიმები,
ყველა და სხვა სამსახურებიც, რომლებიც უნდა ჩაერთონ ამაში, უნდა ვიყოთ მზად ამისათვის და არ მოადუნოთ ყურადღება. ამაზე არის საუბარი. იმიტომ რომ ეს ახლა რაც ჩვენ განვიხილეთ, ეს არის ერთი მაგალითი, ხო? ასეთი უამრავი ათეული დაახლოებით 10 ვირუსზე არის საუბარი ხოლმე, მათ შორის შედის ებოლაც, ხო? რომელსაც ეს პოტენციალი გააჩნია. RNA ვირუსებზე ძირითადად საუბარი, ხო? იგივე COVID-ი, რომელიც არსებობს. კი, თავისთავად. მუტაციას. კი ბატონო. და ხო, ანუ და ამ ზაობაში ეს იგულისხმება, რომ ეს ქვეყნები უნდა იყვნენ, მათ უნდა ჰქონდეთ თავიანთი მათ შორის, ანუ გარდა იმისა, რაც თქვენ აღნიშნეთ, უნდა ჰქონდეთ თავიანთი საინფორმაციო სტრატეგიები, ასევე კონტაქტები იმ არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც თემებთან მუშაობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ შუამავალი ყავდეთ ადამიანებთან ურთიერთობის, ხო? აი ამ სისტემის მზაობაზეა საუბარი და ნუ არ არიან ქვეყნები მზად. არა, ხო. ეს ფენომენი ვერ დავამარცხეთ, რომ პანდემიების შემდეგ მაინც ჭუას ვერ ხო, ნუ ეს ფენომენი როგორც პოლიტიკოსს საუბრებით ხოლმე, ხო, ბევრ რაღაცაზე ჯანდაცვის საკითხებზე. თუ ეს რაღაცა დაავადება მათ არ შეეღოთ, ზოგჯერ საერთოდ არ აინტერესებთ ხოლმე ჯანდაცვა. მაგრამ თუ უეცად ვიღაცაზე მაშინ უნდა მივხედოთ ჯანდაცვას. ნუ სამწუხაროდ. კი ბატონო. და ბატონო ზაზა, ბოლო შეკითხვა, რომელიც მინდა რომ დაგისვათ, ეს ეხება ჩვენთან უკვე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სწავლებას ახალ სპეციალისტებს და მოტივაციას ამ სფეროში მუშაობის, დარჩენის, ან თუნდაც ჩაბარების, რა რჩევა შეგიძლიათ მისცეთ აი ახალგაზრდა სპეციალისტებს, რომელიც ახლა იწყებენ, ან აბიტურიენტები მაგალითად და ფიქრობენ, რომ წავიდნენ თუ არა აი ამ მიმართულებით, ხო? იმიტომ რომ საექიმო სპეციალობები ჩვენ ქვეყანაში პოპულარულია, მაგრამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულება ნაკლებად. მე მახსოვს იგივე COVID-19 პანდემია რო დაიწყო, მეც ჩართული ვიყავი ხო უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციიდან, თან თითქმის ყველგან მე ვიყავი, რატო? იმიტომ რომ სპეციალისტების ნაკლებობა ჰქონდა ქვეყანაში, ხო? უმეტესობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტები, ერთ-ერთი მაგალითი ხართ თქვენ, ძირითადად საზღვარგარეთ არიან დღესაც და ჩვენთან მქონდა ნაკლებობა ამ სპეციალისტების. რა მარჩება შეგიძლიათ მისცეთ სადიპოვონა ეს მოტივაციები ადამიანებმა, რომ ამ მიმართულებაში დარჩნენ, შეუერთდნენ, ან ეხლა დაიწყონ. საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ჩემთვის, როგორც მე ასე უყურებ ხოლმე, ეს არის, როგორ გითხრათ, ეს არის ხელოვნება. ეს არის დიპლომატია. ეს არის, ფაზლის აწყობა. იმიტომ რომ ადამიანის ჯანმრთელობა უამრავ ფაქტორზე არის დაფუძნებული. და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ამოცანა არის, რომ შენ ეს უამრავი შეკრიბო და მოიყვანო ისეთ ჰარმონიაში, რომ ადამიანის ჯანმრთელობას მიხედო. ეს იმდენად საინტერესოა, იმიტომ რომ ეს არის მრავალუცნობიანი ამოცანის ამოხსნა. ვისაც ინტერესი აქვს მრავალუცნობიანი ამოცანების ამოხსნისა, ვისაც ინტერესი აქვს, რომ ეძებოს, რომ აი როგორ სხვადასხვა კომპონენტების ერთობლიობა, როგორ ისინი ეს კომპონენტები ერთმანეთთან როგორ მოქმედებენ, ეს კომპონენტების ერთობლიობა მე ჩვენ ჯანმრთელობაზე როგორ მოქმედებს, მრავალმხრივი, აი ეს მრავალმხრივობა, ვისაც აინტერესებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, არის, გამოწერილი. ეს იმდენად საინტერესოა, როცა დაიწყებ ამაში. თახმებით. მე იქიდან გამოსვლა არის ძალიან რთული და ეს არის როდესაც რაღაცას აი აკეთებ და ხედავ შედეგს, ხო? ეს იმდენად დიდი სიამონებაა. იქ ადამიანი მე მესმის ქირურგების, ბევრი მეგობარი ყავს ქირურგი, ნეიროპათოლოგი, რომ ერთი ადამიანი მოარჩინა, ორი ადამიანი მოარჩინა და ბედნიერია. ჩვენ შეიძლება ათასები გადავარჩინოთ. ეს არ ჩანს, მაგრამ ამ შენი ქმედებით ათასები შეგიძლია გადაარჩინო. ძალიან წყნარად, შვიდად გაანალიზებ. ამიტომ ვისაც აი ეს მოწონს, მრავალუცნობიანი ამოცანების ამოხსნა და თან ესეთი ლამაზია საზოგადოებრივი ჯანდაცვა. კი ბატონო, და უბრალოდ ის ადამიანები თქვენი კოლეგები, ადამიანები, რომლებიც დიდი ხანი ამ სფეროში მუშაობენ და აი ამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერვენციებს ავითარებდნენ, ხო? ეს შედეგები ძალიან მარტივი დასანახია დღეს უკვე. აი დღევანდელ დღეს 2025 წელს, რომ გადახედო რა მოხდა გასულ ათწლეულებში, ძალიან მარტივად შეგიძლია, რომ ამ შედეგებზე უკვე იმშელო. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაგვეზარდა, პოპულაცია გაიზარდა, ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირდა, ხო? სიცოცხლის ხარისხი, ჯანმრთელობის ხარისხი გაუმჯობესდა, ისეთი საკითხები დადგა
მეცნიერების კვლევის პრიორიტეტებში, რომელზეც ის ფანტასტიკის სფეროს წარმოადგენდა, ხო? იმიტომ რომ მაშინ სხვა გამოწვევები იყო, ინფექციური დაავადებები კლავდა და დღეს აგერ აღარ კლავს. კი. აი ნახეთ წარმოიდგინეთ, როდესაც ჩვენ ვსჯელობთ, რომ და ძალიან ბევრმა ქვეყანამ რა მიიღო მაგათად ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამო, ბევრ ქვეყანებში სკოლებში აიგრძალა კოკა-კოლების გაყიდვა, იმიტომ რომ ეს მავნეა ჯანმრთელობისათვის. ნახეთ, სამდე მივედით უკვე. ესეც საზოგადოებრივი ჯანდაცვა. საიდან მივედით, როცა თამბაქო აფთიაქში იყიდებოდა. კი, საკმაოდ საბჭოთა კავშირი რო დაინგრა, პირველი რაც გავაკეთეთ ყველამ კოკა-კოლა ვიყიდეთ. იმიტომ რომ ეს თავისუფლების სიმბოლო იყო. ყველას გვიყვარს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ საფრთხეები, რომელიც ახლავს ბევრი შაქრის ამოყენება. ის რომ ჩვენ დღეს ზივარ და საუბრობთ საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, ესეც იმის მიღწევა რომ რაღაცა ესე გავაკეთეთ და ეს საკითხი მართლაც გახდა ისეთი რომ ამაზე საუბარი დაიწყო უფრო აქტიურად ვიდრე ეს მართლა 20 წლის წინ იყო როდესაც არავინ არ იცოდა რა იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვა. კი ბატონო, ზაზა ძალიან დიდ მადლობას გიხდით. მე მგონი საინტერესო იქნებოდა ჩვენი მსმენელისთვისაც აი ამ ყველა საკითხზე მსჯელობა, მოსმენა, თუმცა ჩვენ დაგვჭა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც დღეს ვერ შევეხეთ, იმიტომ რომ ახლა თითქმის 1 საათია ჩვენ საუბრობთ და მოდი ესეთი პირობა დავდოთ, რომ შემდეგ ვიზიტზე როცა ჩამოხვალ საქართველოში, კიდევ ერთხელ შევხვდებით, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ უკვე მაგალითად აი ინფექციის შიცის პრობლემაზე, მის გავრცელებაზე, გლობალურ გამოწვევებზე, რომელიც დღეს გვაქვს, მათ შორის საქართველოში ის პროგრამაში საფასებელი გვაქვს და ასე შემდეგ, ანუ სხვა უამრავი პროგრამა, რომელიც და მიმართულება, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა და ძალიან მნიშვნელოვანია, მუდმივად ვსაუბრობდეთ, იმიტომ რომ ეს თემები ცოტა საზოგადოების ყურადღების მიღმა აღმოჩნდა ბოლო წლებში, რაც მოიტანა ისევ თქვენმა საქმიანობამ. ადამიანებს რო ყოველდღიურ ცხოვრებაში აღარ აწუხებთ ეს დაავადებები და ეს პრობლემები აღარ ხვდებათ, ნაკლებად გახდა აქტუალური ჩვენ გარშემო და შესაბამისად უკვე მაგალითად ტუბერკულოზი, რომელიც ისევ სერიოზული პრობლემა არის და იმიტომ აი სერიოზული პრობლემა, რომ დაფინანსებას ქვეყნები ამცირებენ ყოველწლიურად ტუბერკულოზის პროგრამებზე, იმიტომ რომ ყოველ მეორე ადამიანი აღარ კვდება ტუბერკულოზის როგორც ადრე იყო. ძალიან დიდ მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ. გელოდებით შემდეგ ვიზიტზე ისევ ჩვენს პოდკასტში, როცა საქართველოს ჩამოხვალთ და ჩვენს მსმენელებს მივმართავ, ვთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, ჩვენ ამით ძალიან დაგვეხმარებით. თუ რამე შეკითხვები გექნებათ, შეგიძლიათ რომ კომენტარებში დაწეროთ. გამოყვებით ჩვენს სხვა სოციალურ გვერდებზე, შესაბამის ინფორმაციას ვიდეოს აღწერილობაში ნახავთ და აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბს, რომელიც ამ პოდკასტების შექმნაში გვეხმარება, ძალიან დიდი მადლობა თქვენ. შევხვდებით მომავალ ეპიზოდში.